გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე. ტრადიციულად მე ნინო წიფურია და ჩემი თანაწამყვანი სოფიო თოიძე ვაგრძელებთ საუბრებს სილამაზეზე და ესთეტიკურ მედიცინაზე. დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი თაკო შანშიაშვილი და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ეძღვნება ბოტოქს, ანუ ბოტულინოთერაპიას და ფილერებს. ეს გადაცემა ემსახურება თქვენამდე სწორი ინფორმაციის მოტანას, პრობლემებზე საუბარს და დავიწყოთ. თაკო, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობა მოწვევისთვის. წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. პირველი ჩემი კითხვა იქნება, რა არის ბოტოქსი, ანუ ბოტულინოთერაპია, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს შიში, არ იცის რა არის, ფიქრობს აბსოლუტურად სხვა სტერეოტიპები არის გავრცელებული და სრულიად სხვა არის ბოტოქსი. 2 წლის წინ მე და სოფომ ვიმუშავეთ ამ თემაზე და სტატია დავწერეთ და მე მაშინ გავიგე ზუსტად ბოტოქსის შესახებ ბევრი რამ და მინდა რომ შენ აგვიხსნა რა არის ბოტოქსი. ეს გახლავთ სამედიცინო პრეპარატი, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ხშირად გამოიყენება მედიცინაშიც და ასევე ესთეტიურ მედიცინაშიც. ამიტომ ამის ის ალბათობა, რომ რაღაცა საფრთხის შემცველია ეს ყველაფერი, ეს არის აბსოლუტურად აბსურდული მოსაზრება ნებისმიერი ადამიანისგან, ასე ვთქვათ. ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოტულინოტოქსინოთერაპია გახლავთ აბსოლუტურად უსაფრთხო და მეტიც. ამერიკაში მაგალითად ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად აბედნიერებს მოკლედ პაციენტებს და ბოტულინოტოქსინოთერაპიის შემდგომ ხდებიან ასეთი აბსოლუტურად გალაღებულები, უფრო მომღიმარი სახით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თაკო, ეს მე როგორც ვიცი, ყველაზე ნაკლები ალერგიული რეაქცია ახასიათებს ბოტულინოტოქსინს და სანამ ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენებდნენ, მანამდე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო როგორც სამკურნალო პრეპარატი. ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ და თუ არსებობს მეორე პრეპარატი, ანალოგი, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ბოტოქსი და თუ არის კიდევ რამე ისეთი, რომელსაც ასეთი ხანგრძლივი დაკვირვება ქონდა მედიცინაში. ბოტულინის ტოქსინი მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოიყენებოდა სამედიცინო მიმართულებით, არაჩვეულებრივად იყენებენ დღესაც მედიცინაში, ნევროლოგიაში, მათ შორის ოფთალმოლოგიაში და ესთეტიკაში უკვე მერე შემდეგ წამოვიდა ეს პრეპარატი და აი ეხლა უკვე რეალურად რომ ესე აღვნიშნოთ, რომ ამის ანალოგი, ამ პრეპარატის ანალოგი პრაქტიკულად არ არსებობს. ანალოგი არ მოიძებნება. არის სხვადასხვა დასახელებები, იგივე ბოტოქსი აღნიშნეთ, ეს ბოტოქსი გახლავთ დასახელება და არა თვითონ პრეპარატის, ანუ თვითონ რაც შემადგენლობაში არის, დიახ. ამიტომ ის რომ თქვათ, აღვნიშნოთ ის რომ თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ ანალოგი შეიძლება რაღაცა ჩანაცვლება მოხდეს მედიცინაში, ან ესთეტიურ მედიცინაში, ესეთი რაღაცა ჯერჯერობით არ არის. აი ხშირად სოციალურ ქსელში შემხვედრია ინფლუენსერები, თუნდაც რომელიმე მოვლის საშუალებაზე, აი ამას წაისვავთ და თქვენ ბოტოქსი აღარ დაგჭირდებათ, ანუ შემთხვევა არ არსებობს რა შენც არ გენახოს რაღაც ესეთი პატარა. მე ხშირად ვნახულობ და ყოველთვის არის მაგასთან ძალიან ასე ვთქვათ, ცოტა სკეპტიკურად ხო უყურებ და ძალიან ცუდად ვარ განწყობილი და
ხშირად გვისაუბრია მე მგონი ამ თემაზე და აი შე რა სიტყვი. ისიც რა არის არა მარტო თქვათ ინფლუენსერები ასე ვთქვათ იყენებენ ამ სიტყვას ხშირად ბოტოქს მაგალითად თმის ბოტოქსი აი მაგალითად ეს რაღაცა ნუ წარმოუდგენელია ხო რაღაცა თმის ბოტოქსი რა ვიცი რატო არქმევენ ამ სახელს ალბათ უფრო გაყიდვადია და ალბათ უფრო აი ამიტომ არქმევენ აი ეს სხვადასხვა რაღაცა პროცედურებს აი ბოტოქსის ეფექტით თქვათ ან რაღაცა თმის რაღაცა პროცედურა ბოტოქსის ეფექტით. ნუ აი ეს რას გულისხმობს სიმართლე თუ გაინტერესებთ მე უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს და რაღაცა წარმოუდგენელია ხოლმე ჩემთვის მეცინება ასე ვთქვათ რომ ნუ რომ ხშირად ასე ვთქვათ იყენებენ ამ ტერმინს მაგრამ რეალურად თვითონ ბოტოქსი როგორც ასეთი ხომ და უბრალოდ ბოტულინოტოქსინოთერაპია არის სამედიცინო პრეპარატი ეს გახლავთ რეგისტრირებული პრეპარატი ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მხოლოდ ექიმმა უნდა ატაროს ეს პროცედურა აი ამის აღნიშვნაც ცალსახად მინდა რომ ყველამ ძალიან კარგად გაიაზროს ეს ყველაფერი რომ ეს არ გახლავთ რაღაცა მარტივი манипуляция ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცედურა რადგანაც კიდევ აღნიშნეთ და გავმეორდები რომ ბოტულინოტოქსინოთერაპია აბედნიერებს ადამიანს და არა ვთქვათ რაღაცა მერე შეიძლება ისეთი ლაფსუსები დაუშვან თქვათ იგივე სპეციალისტებმა ექიმებმა ნუ არ ვიცი ხა ვინაკეთებს ზუსტად ესე ვერ ჩამოვთვლი და ვერ ვიტყვი მაგრამ ბევრი გართულებებიც მოყვება ამ ყველაფერს აი სანამ გართულებებზე გადავალთ მე მინდა რომ შენ აუხსნა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს რა ხდება ბოტულინოთერაპიის დროს როდესაც ქალი უკეთებ შენ ატარებ ამ პროცედურას და რა ხდება და რატომ არის შეუძლებელი რომ ეს ჩანაცვლოს თუნდაც საცხმა და რო არ გახდნენ ადამიანები მარკეტინგული ეგრეთ წოდებული ოხუნჯობის არ არიან მარკეტინგის მსხვერპლი და ხო ამიტომ მინდა რომ აუხსნას რეალობა გახლავთ ის რომ შესაძლებელია ეს პლაცებოს ეფექტს რომ ვეძახით. მყავდა მე ერთი რამოდენიმე პაციენტი, რომელიც აი თქვა უთქვამთ, რომ მე ვიყიდე რაღაცა ზოგადად რაღაცა კრემი, არ დავასახელებ ახლა ბრენდს და აი ისეთი ეფექტი ქონდა, რომ აბსოლუტურად აი წარმოუდგენელი იყო, რომ აი ბოტოქსიც კი ჩაანაცვლა. აი ესეთი შემთხვევები მქონია, ხო? ამიტომ შესაბამისად მათ ესე კი შესაძლებელია რომ დააჯერო, რომ ესაუბრო ხშირად და დააჯერო ის, რომ აიცით რა არის ეს პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთ სხვა უბრალოდ ამ პრეპარატს ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ გკითხე რა ხდება ბოტულინოთერაპიის დროს. დიახ, ანუ რა მიმიკური ნაოჭების გასწორება ხდება, ასე ვთქვათ, ეს არ გახლავთ შემავსებელი. ეს არის ტონუსის მოსახსნელი საშუალება, რომელიც გვეხმარება არა მარტო ვთქვათ ესთეტიკაში, არამედ სხვა ისეთ დაავადებების დროს, ეგრეთ წოდებული შაკიკი, მოდი ესე ავიღოთ, აი შაკიკის მკურნალობის დროსაც იდეალურად მუშაობს ბოტულინოტოქსინოთერაპია. ამიტომ ის ფაქტორი, რომ კუნთზე ზეგავლენა მოახდინოს ნებისმიერმა საცხმა, ანუ გამორიცხულია. ეს არის შეუძლებელი, ხო? იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი კანი არის ჩვენი ჯავშანი, ასე ვთქვათ, ფარი, ხო? ამიტომ რომ ანუ ეპიდერმისი, დერმა, შესაბამისად ჩვენ რაც არ უნდა წავისვათ საცხი, ვერ შედის იმ რაოდენობით, რომ თქვათ კუნძზე იმოქმედოს ზეგავლენა. ამიტომ შესაბამისად შეუძლებელია კუნძზე იმოქმედოს საცხმა. რა, გამორიცხულია. მე არ ვთვლი რომ თქვათ და მე მარტო მე არა ზოგადად რა ვიცი არ მოიძებნება ალბათ ადამიანი ვინც მაგას ნუ ცოტა რეალურად იტყვის რომ ნუ ეს ნამდვილად კუნძზე მუშაობს რაღაცა საცხი რაღაცა ჯადოსნური საცხი რომელიც თქვათ აი იმ მექანიზმით იმუშავებს, რა მექანიზმითაც მუშაობს ბოტულინის ტოქსინი. ამიტომ არ ვიცი, წარმოუდგენელია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. დიდი პატივისცემა ბოტულინოთერაპიას ჩემგან პირადად, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი.
სასწაულებს ახდენს. დიახ. და თუ ამას აკეთებს უკვე კარგი სპეციალისტი და გამოცდილი სპეციალისტი, ეს უკვე ათმაგი რა თქმა უნდა, პასუხისგებლობაა და კიდე დიდი მადლობა ამ სპეციალისტებს, ვინც ბოტულინოთერაპიაზე მუშაობენ და ძალიან იცი რა მაინტერესებს აკო ეხლა ძალიან ტენდენციური გახდა ხერხემალზე, ზურგზე ბოტულინოთერაპიის გამოყენება. მე გამოვცადე ჩემ თავზე და შედეგი მაქვს არაჩვეულებრივი და დიდი მადლობა შენ. მადლობა. ხო და მაინტერესებს ძალიან აი სოფო ბოდიში რომ ეხლა უნდა გაგაჩერო მაგრამ ეხლა ვინც გვისმენს ალბათ იმ ადამიანს შეიძლება პირველად გაიგეს რომ ზურგზე და ხერხემალზე ეს სილამაზის გამო არ გაგიკეთებია არავითარ შემთხვევაში აი რამისნით გაიკეთებ ზუსტად აი დაჭიმულობა დაძაბულობა რაც გააჩნია ადამიანს მუშაობის დროს პროცესში დიდი ხანი ფეხზე დგომის დროს კი ეს არის სასწაული ხსნის აი სადღაც 3-4 დღეში ვიგრძენი თავისუფლება აი ესეთი გავიმართე არ ვიცი აი იმდენად დადეხსნის რა თქმა უნდა და ესეც რო აუხსნათ პაციენტებს და არსებობს ადრე მრავალი წლის წინ არ იყო ესეთი აქტუალური ვთქვათ ის რომ ძირითადად ზედამესამედში იყენებდნენ ბოტულინოტოქსინოთერაპიას იშვიათად პლატიზმაზე მუშაობდნენ მაგრამ არსებობდა შაკიკის წერტილები რომლებიც ან მიდამოში ანუ კისრის მიდამოში კეთდებოდა და ეხლა უკვე დაკვირვებებმა აჩვენა ის რომ თუნდაც შაკიკის წერტილების გაკეთების შემდეგ აი ეს ტონუსი რასაც აღნიშნავს სოფო იხსნება აი ამ ხერხემლის მიდამოში, კისრის მიდამოში, კისერი უფრო გრძელდება, ვიდრე თქვათ იყო და ასაკთან ერთად მოგეხსენებათ უფრო პატარავდებით, რაღაცნაირად კისერიც თითქოს აღარ არის ასეთ გრძელი, ამიტომ შესაბამისად ეს პროცედურები რაღაც დონეზე, ხა მე არ ვიძახი რომ ესეთი სრულად გამოჯანმრთელება ხდება ამ ყველაფრის, მაგრამ რაღაც დონეზე ხსნის ამ პრობლემას და პაციენტი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის და მეც აღნიშნავ ხოლმე რომ მართლაც ჯადოსნური პრეპარატია გახლავთ ეს ჩვენი ბოტულინის შენ შეგიძლია თამამად თქვა აი ორი სპეციალისტის ხერხართ და ორივეს გითხავთ რომ ბოტულინოთერაპია არის ის პროცედურა რომელიც ნაოჭებს ასწორებს არა ნაოჭს არასწორებს ეს მინდა რომ ესეთი ხაზგასმით თქვა იმიტომ რომ ეს გახლავთ პრევენცია რომ არ გაჩნდეს დაღარიანება და ნაოჭები ღრმა ნაოჭები აი რა ასაკიდან ურჩევდი გოგონებს რომ პრევენციის მიზნით დაიწყონ ბოტულინოთერაპია პრევენციის მიზნით ესე ვერ დავაკონკრეტებ ზუსტ ციფრს რო აი თქვათ უბრალოდ ასაკს რომ თქვათ აი ამ ასაკიდან რეკომენდებულია ხო ჩვენება აქვს ანუ ნებისმიერ ჩვენს პროცედურებს აქვს ჩვენება ამიტომ თუ არის ჩვენება 21 წლის ასაკშიც მე ვიძახი რომ აი კეთრად გამოხატული ნაოჭი გაბრაზების დროს ან სიცილის დროს და უკვე შეიმჩნევა დაღარიანება შუბლის ან თვალის მიდამოში, ხო? ამ შემთხვევაში მე რეკომენდაციას ვაძლევ, რომ ჩაიტარონ ბოტულინოტოქსინოთერაპია, ხო? ამიტომ ეს იქნება ნებისმიერი პრეპარატით, ეს არ არის აი არჩევანია ხოლმე ხშირად სხვადასხვა კითხვას დაუსვამთ, რომ აიცით რა ის თუნდაც დასახელებას არის სხვადასხვა ტოქსინები, მოვერიდები ახლა ამ დასახელებას კი, რომ აი უფრო სუსტია, აი ესეთი კითხვები ქონიათ და მოდი ხო არ ჯობია ჯერ აი სუსტით დავიწყოთ. არა, სპეციალისტი თვითონ აუცილებლად შეარჩევს დოზირებას და თუ თქვათ არის ახალგაზრდა პაციენტი და სჭირდება ეს манипуляция აუცილებლად სწორ დოზირებას დაუნიშნავს და არაჩვეულებრივად იგრძნობს თვითონ პაციენტიც თავს მსუბუქად არანაირი გაყინული სახე არ ექნება როგორი შიშიც აქვთ ხშირ შემთხვევაში როდესაც მოდიან და მეკითხებიან ვაიმე ესეთი
გაყინული სახე ხო არ მექნება, არა, გაყინული სახე არ არის თუ გაკეთდა სწორად, სწორ ადგილებში, ჩვენების მიხედვით და სწორი დოზირებით. და რაც მნიშვნელოვანია კიდევ, რომ როდესაც ბოტულინის ტოქსინს ვეხებით და გვაქვს, იმის თქვათ ფუფუნება რომ გავიკეთოთ ეს მანიპულაცია, ეს ძალიან ესე კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ ეს არ გახლავთ ის, რომ თქვენ თუ ჩაიტარებთ ამ პროცედურას, შემდეგ უკვე შეიძლება უარესობა დაგემართოთ. არა, პირიქით მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო ხშირად ჩაიტარებთ ამ პროცედურას, მით უფრო მინიმალური დოზირებაც კი სჭირდება ხოლმე. აი თაკო, რა უნდა დავიცვათ, როდესაც პაციენტი იკეთებს ბოტულინოთერაპიას, რა ეკრძალება მას და რა ინტერვალი უნდა იყოს პროცედურიდან პროცედურამდე? იცით რა არის, მე ხშირად მაინც პაციენტს ვაფრთხილებ, რომ რომ მეკითხებიან, პაციენტები ხშირად მეკითხებიან, როდის მოვიდე განმეორებითი პროცედურა, ეგ აინტერესებთ ძირითადად და მე ყოველთვის ესეთი ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით და ვეუბნები, რომ მობრძანდებით იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ჩაიხედავთ სარკეში და აღარ მოგეწონებათ თქვენი თავი, ის მანამდე რომ ჩაიტარეთ ეს პროცედურა და სარკეში ჩაიხედეთ და მოგწონთ ეს შედეგი, რაც ბოტულინოტოქსინოთერაპიის შემდეგ გააქვთ, მერე უკვე რაღაცა ხანგრძლივი პროცესის, უბრალოდ დროის განმავლობაში, თქვათ იგივე 1 თვე იქნება, 2 თვე, 3 თვე, ხო? 1 თვე წარმოუდგენელია, რომ ბოტულინოტოქსინოთერაპია, თქვათ 1 თვეში მოხვიდე და ჩაიტარო ეს პროცედურა, მაგრამ თავის პროტოკოლებიც, რა თქმა უნდა, აი რა არის ეს პროტოკოლი, რაც უნდა დაიცვა? პროტოკოლი გახლავთ 3 თვიდან 6 თვემდე დაახლოებით. აი რა მაინტერესებს, ცით მე გამიგია ბევრი იგივე ჩემი მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, რომ ვიღაცა ძალიან კარგად აქვს 5 თვე და მოსწონს თავისთავი, როცა სარკეში ხედება, როგორც შენ აღნიშნე და არც ღარები არ უჩნდება და ის ეფექტი შენარჩუნებულია და არიან პაციენტები, ვისაც აი 2 თვის მერე ისე გამიხდა სახე. ეს რაზეა დამოკიდებული? რატომ აქვთ რიგ პაციენტებს კარგად მიყვებათ ეს 5 თვე და 6 თვიდან იწყებს და როგორც შენგან ვიცი, რომ ეს წელიწადში 2-ჯერ არის სასურველი, რომ გაიკეთოს პაციენტმა და არა მეჯჯერ, ვთქვათ. და რატომ ვიღაცას რატო სჭირდება ეს 3 თვის შემდეგ, ხო? აი რაზეა დამოკიდებული? ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გახლავთ ცხოვრების წესი, რუტინა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, როგორ ცხოვრობს პაციენტი, როგორ იკვებება, რას მოიხმარს, ეს მავნეჩვევებზე მაქვს საუბარი, იგივე თამბაქოზე, წეველებს უფრო სწრაფად გასდით სპორტსმენებს, ხო? კი, სპორტსმენებსაც, იმიტომ რომ აქტიურად ხდება, კუნთის მუშაობა და შესაბამისად ის შესაძლებელია, თუმცა მაინც ბოდიში ჩამოვთვალოთ შეიძლება, სიგარეტი, ახდენს გავლენას, ალკოჰოლი, ხშირი გამოყენება, თორე შეიძლება 1-2 ჭიქა არა გამოყენა, კვირაში ერთხელ თრობამდე მისვლა ბოტოქსის გაწოვას უწყობს ხელს, ვთქვათ ესე. დიახ. წეველებში კიდევ? წეველებში, ასევე ვინც მოიხმარს მედიკამენტებს, რომლებიც არის ანტიდეპრესანტები, ასე ვთქვათ, ხშირად ესეც უწყობს ხელს ბოტულინოტოქსინოთერაპიის შემდგომ პერიოდში, ამერე აღდგენას კუნთის, მეტაბოლიზმი, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც ცუდი აქვს მეტაბოლიზმი. ვისაც უფრო პირიქით ნივთიერებათა ცვლა, უფრო აქტიურად ხდება კუნთის მუშაობა და გააქტიურება, უფრო მეტად ხდება. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, მაგრამ არსებობს ბევრი შემშლელი, ხელშემშლელი ფაქტორები, იგივე რაც ჩამოვთვალე, ხო, თამბაქო, შეიძლება ბევრი შემეწინააღმდეგოს, ხო, თამბაქო რა შუაშია, მაგრამ მარტო თამბაქო არა, თამბაქო არის მავნეჩვევა, რომელიც ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება, ეს კანის ფერი იქნება, ლორწოვანი გარსი იქნება და ასე შემდეგ და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რამდენი რუჯი?
რუჯი ნაკლებად, მაგრამ მაინც არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, ეს ალბათ ახალგაკეთებულზე, ხო? დიახ, ახალგაკეთებულზეც და ისედაც ზოგადად რუჯს არანაირად არ ვუწევთ რეკომენდაციას ჩვენ. ყველამ ვიცით, ვინც კანს ვუფრთხილდებით და ვუვლით, რომ რუჯს არ ბოტოქსი თავისთავად და მე ვთვლი, რომ ალბათ მე კი არა ყველა ძირითადად ვისაც ესმის ეს პროცედურები და ეს პრეპარატი ამ პრეპარატში ერკვევიან, ყველაზე ისეთია და სათნო ასე ვთქვა, ესე თბილ სიტყვას ვიხმარ. ანუ მე კერძოდ უფრო მაინტერესებს ახლა ფილერები. პრობლემა, რომელიც არის ფილერებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად შენც თვითონ თავად ხარ მოწმე პაციენტების, რომლებიც არის ფაქტიურად, არ ვიცი, ეს კატასტროფა არის უკვე და ამდენი არაპროფესიონალი, ამას თამამად ვამბობ და ხმამაღლა ვიტყვი და გავმეორდები, აკეთებს სპეციალისტი ამ პროცედურებს და ბევრი პრობლემა იქმნება. რამდენიმე პაციენტი იყო ასეთი ვნახეთ, რომ ბავშვი ფაქტიურად დამახინჯებული იყო. ასევე ფილერისგან, ასევე ქალბატონი კიდე რამდენიმე იყო მოსული. უბრალოდ მე მაინტერესებს ამ დროს რა შეიძლება ვუშველოთ და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ არ ვიცი, რაღაცა ხმაც რომ რაღაცა ითქვას სპეციალისტისგან, რომ რაღაც გაფრთხილებასავით იყოს რაღაც ამ სპეციალისტებთან მიმართებაში, ვინც ამას ჩადის. სამწუხაროდ ეს უფრო არის ანატომიის არცოდნა და ზოგადად მედიცინის არცოდნა, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რასაც ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ თქვით, ჩადიან სპეციალისტები. თავარი რაც არის შემავსებელი, ანუ ფილერთან მიმართებაში გახლავთ ის, რომ როდესაც აი ეგრეთ წოდებულ ფილტრის სახეს იყენებენ ახალგაზრდებს გულისხმობ ძირითადად ტრენდულია ძალიან ნაკლებად აღარ მოწონთ უკვე სარკეში რომ იყურებიან ეს ახალგაზრდები ანუ ეს თავისი ეს სახე და უნდათ აი ანალოგი იმ ფილტრისა რაც თქვათ არის ინსტაგრამზე და ნუ რა ვიცი სხვა სოციალებში და ატრიალებენ მოკლედ აი ამ ფილტრი. შესაბამისად მე შეგუება აი ამ თავის თავთან ძალიან უჭირთ და ხდება უკვე ექსპერიმენტები თავიანთ თავზე მიდიან სპეციალისტებთან მაგრამ ნუ არ ვიცი არსებობენ ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტები უარსეუბნებიან რა თქმა უნდა აი კონკრეტულ манипуляციაზე სიტყვაზე უნდათ ტუჩი არარეალურად დიდი ან ყრიმალი არარეალურად დიდი ან ნიკაპი კიდე მკვეთრად გამოხატული ან ყბის ძვალი აი ესეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ხშირად ეს სპეციალისტები უარსეუბნებიან ანუ ჩვენ მედიცინის წარმომადგენელს გულისხმობ შესაბამისად მერე რომ მიდის ეს პაციენტი ჩვენგან სამწუხაროდ არიან ასევე სპეციალისტები ვინც ამაზე თანხმდებიან ნახულობს ანუ იმ ადამიანს ვინც დათანხმდება და გაუკეთებს და მერე ხდება ის ფაქტი და რაც ეხა აღნიშნეთ და რაც ყველაზე მთავარია ის სპეციალისტი ვინც ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს რომ მე კი ამას გაგიკეთებთ თქვენ ხშირ შემთხვევაში არის იაფასიანი პროდუქტი და სავალალო შედეგებამდე მივდივართ ხოლმე იმიტომ რომ იმ პაციენტს მე 10 მაგი უჯდება ამ ყველაფრის შემდეგ გამოსწორება ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ამის და კიდეც გქონდა ჩვენ ნახეთ ჩვენი თვალით რაც მე როგორ არის ისეთ როგორ აიხსნება ეს ყველაფერი ისეთ აქ ხდება უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები აი ამ ბავშვების და პაციენტების მხრიდან და მე ზოგადად რამდენად დიდია თაკო ბოდიში ჩაგეჭერი მაგრამ როდესაც უნდა გოგონას რომ დაემსგავსოს მის
ფილტრიან ვერსიას, ტელეფონის ფილტრიან ვერსიას. რამდენად არის აქ გადამწყვეტი მისი ფსიქოლოგიური ფაქტორი? ეს ხო არარეალური პერსონაჟია, ასე ვთქვათ, ვისაც უნდა რომ დაემსგავსოს. ზუსტად გადამწყვეტია მათ, ზუსტად მან არის მთელი თემა და იქამდე მივდივართ, რომ სპეციალისტი აუცილებლად ურჩევს ფსიქოლოგს. ზუსტად მაგამდე მივდივართ. ან თვითონ ხდება ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში. მე ხშირად მქონია, რომ მისაუბრია პაციენტთან და გადარწმუნება მომდომებია და მიმიღია ეს შედეგიც, რომ ნამდვილად პაციენტს უთქვამს, რომ ხო, კი, აიცით რა, ნამდვილად მართალი ბრძანდებით და ერთგვარი ხრიკიც მაქვს ხოლმე აი ამისი, რომ აი ვეუბნები, რომ მოდი ხა ამით ჩავანაცვლოთ და შენ შეხედე მაინც შენ თავს, აი მოგწონს, თქვათ, აი შენი თავი ახლა აი მოდი აი ესეთ მდგომარეობაში, უბრალოდ სუბუქი ჩხვლეტის შემდეგ თავისთავად მოცულობა რომ იზრდება სარკეში რომ ჩაიხედავ, თითქოს გაძლევს იმიტაციას, რომ ოდნავ რაღაცა ფორმა შეიცვალა, ან მოცულობაში გაიზარდა, ხო, ტუჩი. ამიტომ ყოველთვის აი ყოველთვის არ მუშაობს ეს რა თქმა უნდა, რასაც მე ვთქვათ უხსნი რომ არა იცით რა ეს არ ჯობია, არ გინდათ 2 გრამი, 3 გრამი ან სიტყვაზე. რაღაცა დიდი მოცულობის ტუჩი, ყრიმალი ან ნიკაპი წასულან და სხვა სპეციალისტებთან ჩაუტარებიათ ეს პროცედურა, მაგრამ მე ცალსახად ვიძახი უარს ესეთ манипуляციებზე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა არ არის ლამაზი შესახედი და აბსოლუტურად იკარგება ეს სახე, რაც რეალური და ხდება ესე იგი სრული სახის ადამიანები ხდებიან ხოლმე, შევსებული სახის ადამიანი ხდებიან მერე წლების განმავლობაში კიდე იქ როგორ ფიბროზდება ის პრობლემა რაც და რა ხდება და როგორ ხდება, ეგ კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ აი კონკრეტულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ის დიდი რაოდენობით სითხეს მოიზიდავს ფილერი და თქვენ რომ დიდი რაოდენობით შეიყვანთ ამ პრეპარატს, ხომ, თავისთავად იქ აი შეშუპებულ სახეს იღებთ. ამიტომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან ხოლმე შემდეგ და გვინახავთ ჩვენ ჰიპერკორექტირებული, ანუ პაციენტები, ხო, აი ძალიან დიდი რაოდენობით ფილერი ვისაც აქვს შეყვანილი, მაგრამ რა არის იცით, ხშირ შემთხვევაში ეს პაციენტები ვისაც აი აქვთ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური პრობლემა, ის უნდათ მაინდა-მაინც რომ აი მე ის რა ის ფილტრი რაც მაქვს, აი თქვენ თუ არ გამიკეთებთ, მე წავალ სხვასთან გავიკეთებ, მე მაინც არ ვუკეთებ, აი არ მაგის არ მეშინია რომ ხა ეს პაციენტი წავა, მაგრამ მე აი აქ მაქვს საქმე რომ ჩემგან რომ მიდის პაციენტი და სხვასთან იკეთებს ამ პროცედურას, აი სხვამაც არ უნდა გააკეთოს ეს პროცედურა. ანუ არ უნდა გახადოს კომერცია. კომერცია. ის რაც შეიძლება რეალურად ავნოს მის გარეგნობას და ჯანმრთელობას. იცი რა მაინტერესებს? მაინტერესებს რა ეს ჩემი დასკვნა არის, კი მესმის რომ წინ წასული არის ყველაფერი და პროგრესია, მაგრამ ესე გამოდის ინტერნეტ სივრცე რამდენადაც დადებითია, იმდენადაც უარყოფითია, იმიტომ რომ მასა მაინც აყოლილია ინტერნეტს. და ტრენდული გახდა ისეთი, ეხლა ძალიან ხშირად ვუსმენ და იმდენი სპეციალისტია, რომ არასპეციალისტი, რომ შოკში ვარ ხანდახან ისეთ რაღაცებზე საუბრობენ და საერთოდ ალბათ კანონი უნდა შემოვიდეს, რომ არა აქვთ ყველას ამის საუბრის უფლება. იმიტომ რომ ძალიან რა თქმა უნდა ნემსების კეთება ონლაინ სივრცეში და ონლაინ რო შენ კიდე ნემს აჩვენებ როგორ იკეთებ და ასწავლი ამას პაციენტს, ეს არის პაციენტია თუ მაყურებელი, ეს არის კოშმარი. და მაინც თვითონ ამ შემთხვევაში სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებით ამ სფეროს არის თუ არა ბოტულინოთერაპია, ფილერი, რეკონსტრუქციული თუ უბრალოდ სილამაზისთვის? არა. ნახეთ როგორ არის
ფილერი, ანუ იგივე შემავსებელი ეს გახლავთ ბიორევიტალიზანტები, ბუსტერები, ბოტულინოტოქსინოთერაპიები, ეს ყველაფერი ესთეტიკაში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული პრობლემის გამოსწორება. ანუ მაინც რეკონსტრუქციულია. და არა ის რომ მე მინდა რაღაცა ძალიან დიდი მოცულობის ყრიმალი ან იგივე ტუჩი და მე მინდა რომ ეს გავიკეთო. ეს არის შეცდომა. როგორც აი ამ გადაკეთებას იწყებს სპეციალისტი, ანუ ანატომიური ტუჩის ანატომიური სახის ოვალის გადაკეთებას იწყებს და უკვე რადიკალურად უნდა რომ რაღაცა სხვანაირი მიიღოს, ვიდრე აქვს, აი მანდ უკვე დიდი შეცდომა ხდება და ამიტომ არის რომ სასაცილოდ გამოიყურებიან ხოლმე და არ მოსწონთ და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში აქვთ მერე შიში სხვებს, ცოტა შედარებით ისეთ პაციენტებს, ვისაც არ დაუწყიათ ჯერ ეს პროცედურა, რომ აიმე ისეთი არა, ბოტოქსებული არა, აიმე არა, ოღონდ ფილერი არა, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ფილერიც არის არაჩვეულებრივი პრეპარატი, ეს გამოიყენება როგორც ტუჩის აუგმენტაციის დროს რა შემთხვევაში გამოიყენება, ხო? ან გვინდა დატენიანება, ესეთი მითაც გამოიყენება, ასევე გვინდა, თქვათ, გვაქვს ასიმეტრია, მსუბუქი და რა თქმა უნდა, მსუბუქი აქაც განმეორდები, იმიტომ რომ როდესაც არის ესეთი მკვეთრად გამოხატული ასიმეტრია, ფილერი სამწუხაროდ დიდ როლს ვერ ასრულებს. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ იყოს ჩვენება და ამ შემთხვევაში გაკეთდეს ფილერი. სამწუხაროდ დღეს ძალიან ეშინიათ ამ ფილერის, იმიტომ რომ გონიათ, რომ აი იმ ჰიპერკორექტირებულ პაციენტს მიიღებენ, ანუ რო უყურებს მის მეგობარს, რომ აი ძალიან დიდი მოცულობის ყრიმალი აქვს, ძალიან დიდი მოცულობის ნიკაპი აქვს, აი ეშინიათ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რომ ჩვენი ანუ ესთეტიური მედიცინა არ გახლავთ ტრენდული რაღაცა როგორ გითხრათ, შემსრულებელი, ახირებების შემსრულებელი. ეს არის ჩვენება, ეს არის ანატომიის ცოდნა ღრმა და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ვიცით, რომ აი კონკრეტულ ზონაზე ვაკეთებთ ფილერს, რატომ ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის, მაგრამ თუ არ გჭირდებათ და ზოგს საერთოდ არ ჭირდება ფილერი, აი ეს უნდა გაითვალისწინოს აბსოლუტურად ყველამ, სპეციალისტი იქნება, პაციენტი იქნება, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, რომ ფილერი, იგივე შემავსებელი, ხო, არ არის ის პრეპარატი, რომ ჩვენ რაღაცა ან გავზარდოთ, უაზროთ, ან რაღაცა შევცვალოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსაყენებელი პრეპარატი, როდესაც არის რაღაცა კონკრეტული ჩივილი პრობლემა, ხო? ანუ ჩატყდა ნაოჭი ვავსებთ, ანუ შემავსებელი ქვია ამას, ფილერს ეძახიან, მას შემავსებელია, ანუ აი რომ ვისაუბრეთ, რომ ბოტულინოტოქსინოთერაპია შემავსებელია, არა, ანუ ასწორებს ნაოჭს, რომ ვიძახით, არა, არასწორებს, ფილერი ასწორებს, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ბჭყალებში ნაოჭს, ანუ შემავსებელია. ანუ ჩატყდა ნაოჭი და ამ შემთხვევაში ვიყენებთ ან ჰიალურონს იგივე, ხო? ეს არის სხვადასხვა უკვე სიმკვრივის და ეს უკვე წარდგენილია როგორც უბრალოდ ცნობილია როგორც ბუსტერი, ასე ვთქვათ, იგივე ბიორევიტალიზანტები არის, ეს ყველაფერი მაღალი სიმკვრივი, დაბალი სიმკვრივი, ასე შემდეგ მაღალი სიმკვრივია და მე უკვე ფილერებზე გადავდივართ. და თუ ვთქვათ ტუჩის მსუბუქი აუგმენტაცია უნდა არსებობს ესეთი რაღაცა, კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, რომ ოდნავ მოცულობა მივცეთ და მოუხდეს კიდეც პაციენტს, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთანაც
აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ფილერი. არ შეიძლება რომ გააკეთოს. აი ვისთვის არ შეიძლება და სად არ შეიძლება გაკეთდეს შემავსებელი იგივე ფილერი? ვისთვის არ შეიძლება ეს ძალიან რიგი ბევრი ჩამონათვალია ავტოიმუნური დაავადებების და რიგი დაავადებების, რომელიც დაავადების დროსაც არ შეიძლება რომ ჩატარდეს. მას ეფექტი არ ექნება თუ დაუზიანებს გართულებები და კიდევ ვიცი როგორი კითხვა მაქვს, რომ აი მოისმინონ ესეც ძალიან მინდა. რამდენად მიზანმიმართული არის ფილერი, ან თქვათ ბუსტერი? აი, როდესაც არის შეშუპებისადმი მიდრეკილი სახე, ძალიან ცხიმიანი კანი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არიან ესეთი პაციენტები, რომლებიც ითხოვენ გაკეთებას და აი რამდენად მიზანშეწონილია. აი, აქ მაქვს საქმე, ნახეთ, აუცილებლად უნდა მოხდეს სწორად შერჩევა პაციენტის, როდესაც მას უნდა და ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ აი მან ჩემმა მეგობარმა გაიკეთა ბუსტერი, ან იგივე ბიორევიტალიზანტი, რაღაცა კონკრეტული დასახელების და მეც ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა და მეც მინდა ეს რომ ჩავიტარო ეს პროცედურა, მაგრამ შევხედავ პაციენტს და აქვს რიგი კანზე პრობლემებია, რომ ჩამოვთვალოთ, იგივე თუნდაც პოსტაკნე ან აკნე, რომელიც თქვათ ამ ბუსტერით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში რა რეკომენდაციას ვაძლევ, რომ მიმართონ სპეციალისტს, იმკურნალონ და შემდეგ თქვათ ჩატარდეს ეს პროცედურა. ასევე შეშუპებისკენ მიდრეკილი, ხო? როდესაც არსებობს კიდევ გვაქვს ჩვენ ალტერნატივები, რომელი პრეპარატებიც არ იწვევს შეშუპებას და შეგვიძლია რომ შევთავაზოთ ის და არა ის, რასაც თვითონ ითხოვს, ხო? გაიგო რაღაცა ინტერნეტში წაიკითხა, მოვიდა რომ აი ეს ზუსტად ეს მინდა, ეს პრეპარატი მინდა, ხო? იცი რას მინდა კიდე გაამახვილო ყურადღება, ძალიან ხშირად ითხოვენ 7 წერტილი, 5 წერტილი, რომ რას ნიშნავს, რომ აუხსნა მაყურებელს ეს 7 წერტილი და 5 წერტილი და სჭირდება, არ სჭირდება, ყველა ითხოვს თითქმის ამას, იმიტომ რომ ესეც რეკლამა არის. მოსიარული რეკლამასავით არის 7 წერტილი. ეს ხშირად არის ხოლმე, განსაკუთრებით ბუსტერზე. და სულ მეუბნება, აი 7 წერტილში რომ აკეთებენ ის მინდა. სად არის 7 წერტილი? ნუ გასაგებია, პროტოკოლით შეიძლება იყოს ანუ წარმოებლის მიერ რეკომენდირებული, რომ ეს აი ამ წერტილში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ანუ ამ ზონაში, ასე ვთქვათ, მოდი წერტილს აღარ პაციენტები როგორც იყენებენ წერტილს. ხო, 7 წერტილი. ამ ზონაში თქვათ, უნდა გააკეთდეს, ესეთი რეკომენდაცია არის ხოლმე თვითონ წარმოებლისგან, თუმცა ექიმს აქვს ლავირების საშუალება, ანუ აზროვნების და ხედვა, ხო? შესაბამისად, ბუსტერიზაცია, როდესაც კეთდება იმ ზონაზე, სადაც თქვათ შეშუპებაა, ამ შემთხვევაში, ხო? აი, შეშუპების ადგილას ბუსტერი რატომ უნდა ჩასვა? არანაირად, ხო? ამიტომ შესაბამისად, ჩვენ ვირჩევთ ზონას, სადაც გჭირდება, რომ ბუსტერით დატვირთო. მაგალითად, ცხვირტუჩის ნაოჭი. მაგალითად, ორბიტალურ პერიორბიტალურ ზონაზე. შესაბამისად, სადაც დეფიციტი გვაქვს იმის შევსებად, როცა არ გვინდა და ახალგაზრდა პაციენტია და არ გვინდა რომ ფილერი გამოვიყენოთ, ხო? აი, არაჩვეულებრივად მუშაობს ამ შემთხვევაში, მაგრამ არა, მაინდა-მაინც იქ სადაც თვითონ ითხოვს, რომ აი აქ ჩამისვე, არიან ესეთი პაციენტი, რომ აი აქ გამიკეთე, აი აქ გამიკეთე, აი ესე ხო, მითითებენ, ხო? აი მე მაინტერესებს, სად არ შეიძლება გაკეთდეს ბოტოქსი და სად არ შეიძლება გაკეთდეს φιλერი. აი, რომ იყოს პაციენტი ინფორმირებული, სანამ მივა სპეციალისტთან. აბსოლუტურად უსაფრთხო ზონა გახლავთ ბოტულინოტოქსინოთერაპიის, ეს გახლავთ ზედა მესამედი სახის. დიახ. შედარებით, ესე იგი, როგორ გითხრათ, საშიშიც არ არის, მაგრამ არ როცა ჩვენება არ გაქვს, არ უნდა გააკეთო ეს გახლავთ პლატიზმის დამუშავება, ანუ ქვედა მესამედი. ანუ ძირითადად ამ ადგილს. არა. დიახ, კისრის მიდამო. და შუა მესამედი არის აკრძალული ზონა. ანუ დიახ. აი ეს აქ ბოტოქსი არ კეთდება. არანაირად. და
მაგრამ და რას არის ხანდახან იწვევს, თუ არის გაკეთდა? ჩვენება ეს ნევროლოგიაში ეს უკვე ნევროლოგებმა იცის იწვევს ძალიან ბევრი გართულებებს და დღეს ცნობილია ასე ვთქვათ ესეთი full face ქვია, მაგრამ ეს full face არის სრული სახის დატვირთვა, რაც წარმოუდგენელია, რომ თქვენ დატვირთოთ სრული სახე ბოტულინოტოქსინოთერაპიით და ძალიან ბევრ ვიდეოებს ნახავთ, სადაც სპეციალისტები იყენებენ აი ამ full face ეგრეთ წოდებულს, ანუ სრულ სახეს ტვირთავენ, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ იწვევს ძალიან ბევრ რიგ გართულებას. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცნობილი გართულება გახლავთ პტოზი. სახის მთლიანი, ანუ როდესაც თქვენ შეეხებით შუა მესამეც, შეიძლება საერთოდ მთლიანად ჩამოვიდეს სახე, ანუ პტოზირებული გახდეს და ვერც ვერასდროს ვეღარ აღდგეს. ანუ ბოტოქსის აკრძალულ ზონაში, სახის აკრძალულ ზონაში გაკეთებით შეიძლება მივიღოთ მოხდეს პტოზი კი. რომელსაც აღარ უშველის არა, ხანდახან აღდგება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება რომ ისე კარგადაც ვეღარ აღდგეს. აი შუა მესამეც გულისხმობს, ხო, ზიგმად. ფილერზეც მინდა რომ იგივე თქვა. ფილერზეც იტყვის და იყო შემთხვევა, აი ამასაც რომ გავამახვილოთ აქაც ყურადღება, მეზოკოქტეილში ქონდათ გარეული, ანუ ერთი პერიოდი ტენდენციური იყო მეზოკოქტეილში. კოქტეილს რომ ეძახიან. ანუ ბოტოქსი და ზუსტად მახსოვს ბათუმიდან იყო პაციენტი, რომელსაც ჰქონდა სახეზე კოშმარი, ფტოზი განუვითარდა. ესე იგი გაკეთდა ზუსტად აი აქ. დიახ, შუა მესამეჩი, იმიტომ რომ ეს გახლავთ აკრძალული ზონა პრაქტიკულად მან არ უნდა გაკეთეს, არის ხანდახან ჩვენება იგივე ვიძახი ნევროლოგიური, აი პარეზიან პაციენტებში ეს მათი კომპეტენციაა და ეს არ არის ეს უკვე ნევროლოგის ხო კომპეტენცია, ეს გახლავთ საკმაოდ ისეთი ცერებრალურ დამბლებში გამოიყენება ხშირად, ოღონდ ეს ჩვენი კომპეტენცია ნამდვილად არ არის. მაგრამ როდესაც პაციენტი მოდის აბსოლუტურად ჯანმრთელი და უნდა რომ გაალამაზო, რომ გავუკეთო შუა მესამეჩი, დამიჯერეთ რომ მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს და ამიტომ მე არავის არ ურჩევ რომ ჩაიტაროს ეს ეგრეთ წოდებული full face ბოტულინოტოქსინოთერაპია. რაც შეეხება ფილერის გაინტერესებდათ, ხო? ცალსახად ეს მარტო ჩემი და შეხედულება არ არის, რომ ცხვირზე ფილერი ეს გახლავთ აბსოლუტურად აკრძალული პროცედურა, რადგანაც მოყვება რიგი გართულებები და ისეთი გართულებები, რომელიც მე შემდეგში შეიძლება საერთოდ გამოუსწორებელი იყოს, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება პაციენტს დაემართოს ცხვირის ფილერის დროს, ეს გახლავთ სიბრმავე. ასევე ყველაზე ისეთი მარტივი რაც შეიძლება დაემართოს და მე სტატისტიკურად ვიძახი, ანუ პროცენტულობა მაღალია. ახლა შეიძლება შემედაონ ვინც აკეთებს ცხვირის ფილერებს, რომ იცით რა არა, შეიძლება სხვა ზონაზეც მოხდეს იგივე შემთხვევა. კი, შესაძლებელია, მაგრამ აქ პროცენტულობა არის საკმაოდ მაღალი და თქვა სიტყვაზე ტუჩზე უფრო შედარებით დაბალი. ამიტომ მექიმი უკვე ექიმი, ხო? აქ აკეთებს უკვე არჩევანს, რომ შენ გიღირს თუ არა რისკი, თქვათ იმათ, რომ პაციენტი ან დააბრმაო, ან წავიდეს რაღაცა ნეკროზი, ანუ ან რაღაცა გართულებები, ძალიან ბევრი გართულებები არსებობს, რაც თქვათ შეიძლება მოყვეს ცხვირის ფილერს და ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ზონა არის აბსოლუტურად მიუღებელი და აკრძალული ზონა. დანარჩენ შემთხვევაში, იცით რა, თვალის ორბიტალურ ზონაზე შესაძლებელია გაკეთება, უბრალოდ საზრემლე არხთან მაინც სიფრთხილეა საჭირო. სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ მინიმალური რაოდენობით, რაც მთავარია, თუ ვიმუშავებთ და სწორი დოზირებით თუ შევარჩევთ ჩვენ ფილერს, აბსოლუტურად უსაფრთხოა. ყველა ზონაზე გარდა ცხვირისა. ეს შეეხება შემავსებელს, ხო? იცი რა მინდა თაკო რო აღნიშნო, აი რას ურჩევ
საერთოდ აი მსმენელს, მაყურებელს, აი რას ურჩევდი? აი რას ურჩევდი? შეიყვარონ თავისი თავი, როგორებიც არიან. ჩვენი პროფესია არის უბრალოდ თქვენი უკეთესი ვერსია. მეტი არაფერი. ძალიან კარგი და სიტყვებია. მე მინდა თქვა და ჩემი პაციენტებიც ამიტომ არიან ხოლმე ხშირად კმაყოფილები, რომ არ მიყვარს რადიკალური ცვლილებები პაციენტებში. გეთანხმები. და მაგიტომაც გენდობა ამდენი ხალი. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ აი ეს გაითვალისწინოს განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, იმიტომ რომ არიან ყველა ინდივიდუალურად ლამაზები, კი შეგვიძლია მინიმალური ჩარევები, ასევე პლასტიკურ ქირურგიაშიც ანალოგიურად ხდება, რომ იქაც, როდესაც მინიმალურად ერევი და არ ხდება რადიკალური ჩარევა, იქაც ძალიან კარგად გამოიყურება პაციენტი. აი მე არ ვიძახი მარტო საქართველოში, მსოფლიოში ასეა. არსებობენ ხო, იგივე სახეობებიც ნახავთ, რომ ზოგს აქვს რაღაცა ჰიპერკორექტირებული სახე, იგივე ფილერებით, ბოტოქსით და ასე შემდეგ. ზოგს თქვათ მინიმალურად. ხო, მინიმალური და მოგწონთ ის მინიმალიზმი, ხო? ამიტომ თითქმის მსოფლიოში უკვე რაღაცნაირად გადაწყობა ხდება ისე, რომ რაღაცა ნატურალურობას და აი ეს მინიმალიზმს მაინც რაღაცა აქეთკენ მიდიან, რომ აი მინიმალიზმამდე მივიდნენ. თუმცა ჩვენი პროფესია აუცილებელია იმისთვის, რომ ლამაზად დავპერდეთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი და ვიყოთ მოვლილები და ლამაზები, ასე ვთქვათ. იცი რა არის ერთ სიტყვი კიდე მე მინდა რომ ჩვენმა მსმენელებმა, მაყურებლებმა, ვინც არიან, ყველამ გაიგოს, უბრალოდ ეს პოდკასტები ტარდება, იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია მივცეთ რეალური და ნამდვილი რაც ხდება. რა თქმა უნდა, ის შეცდომებიც რო გაიგონ, რა არის კარგი, რა არის ცუდი და რაც მთავარი. მსმენელს მინდა მიმართო მთელი გულისყურით და სერიოზულობით, იმიტომ რომ არ მიმართონ ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც არ არიან გამოცდილი, ამას ხმამაღლა ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გართულებებია. არა ინექციონისტი არ უნდა აკეთებდეს ინექციას. ამას ვამბობ თამამად და ხმამაღლა. ეს არ მაინტერესებს ვის ეხება, ახლობელია, შინაურია, გარეულია, მე მიმართავ სერიოზულად, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემებია, გართულებებია და ადამიანს აქვს აზროვნება, გონება, რომ როდესაც მიდის სპეციალისტთან, კითხოს ვინ არის, რას წარმოადგენს, უნდა გაიგოს, გაარკვიოს და ბევრი პრობლემა მოხსნილი იქნება. კი, ხარისხიც მნიშვნელოვანია. ხარისხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეუძლებელია დღესდღეობით რაც ხდება თაკო, ბოლო დღეებში ისეთი ფაქტების მომსწრება, რომ რა ვიცი, სასწაული ხდება და მე მგონია დრო ესთეტიურ მედიცინაში, რატომღაც ხო, ყველა იბრძვის ამ ესთეტიურ მედიცინაში და ეს ესთეტიკური მედიცინა მე მგონი დაღუპეს ამითი. დიახ. სამწუხაროდ ალბათ მალე იქნება რეგულაციები და შესაბამისად. იმედია, უნდა იყოს რეგულაციები, იმიტომ რომ როდესაც არ არის სპეციალისტი, ის არ უნდა აკეთებდეს ინექციურ პროცედურებს. და კიდევ მნიშვნელოვანია ხედვა. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა. ეს პროფესია არ გახლავთ მხოლოდ ნემსის ჭერა, ეს არის ანატომიის ცოდნა, ღრმა ცოდნა, ასევე მედიცინის ღრმა ცოდნა შესაბამისად ანატომიას ამ მედიცინაში შედის და ასევე ხედვა. თუ ესთეტიურ მედიცინის წარმომადგენელს არ აქვს ხედვა, ის ვერასოდეს ვერ ჩაატარებს ამ მანიპულაციებს. ეს არის მნიშვნელოვანი. და მთავარი, ინექციით არ იწყება ყველაფერი, დამეთანხმები ალბათ, იწყება თავის მოვლით, სწორი მოვლით, რა თქმა უნდა, სპეციალისტის მიერ დანიშნულება უნდა იყოს მიზანშეწონილი მისთვის პირველ რიგში და დანარჩენის შემდეგ. ეს არის და ეს. მე მგონი ყველაფერზე ვილაპარაკეთ ამომწურავად და კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით, თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გამოიწერეთ YouTube არხი და დაელოდეთ რიგით მე-10 ეპიზოდს.